21 საუკუნეში გაცილებით უფრო რთულია რაიმე ღირებულის შექმნა. თითქოს ადამიანის უსაზღვრო ფანტაზიამ ყველაფერი უკვე აღმოაჩინა, აითვისა და დაიპყრო. ძნელია ჩვენს დროში ვინმე გააკვირვო, თავი დაამახსოვრო, ერთი სიტყვით შენი ნიშა იპოვნო. შესაძლოა სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ეპატაჟი ასე ხშირად გვხდება ყველგან და ყველაფერში. მთელ რიგ შემთხვევებში ეპატაჟი უშინაარსო და ცარიელია. ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს, მიიქციო ყურადღება. ეპატაჟი ფრანგული სიტყვა, პირდაპირ მნიშვნელობით საყრდენის ფეხის გამოცვა. ანუ ღირებულებების თავდაყირა ამობრუნება, პროვოკაცია, შოკში ჩაგდება. ერთი სიტყვით ყურადღების მისაქცევად ისეთი რამის გაკეთება, რაც საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი ვერ დარჩება. ასეთი შედეგის მისაღებად კი პირდაპირ და გარანტირებული სექსის თემაზე აქცენტირებაა. მეორე და მესამე ადგილი რელიგიისა და ძალადობის თემას უჭირავს. ჩემთვის პირადად ეპატაჟის ნებისმიერი ფორმა მისაღებია კულტურული ენით და კულტურის ფორმებში, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცისთვის არის ამაზე საუბარი, ტერორისტული აქტიც რაღაც ეპატაჟი ჩავთვალოთ, მაგრამ აქ უბრალოდ ვიღაცების სიცოცხლე როცა ეწირება მსგავს რამეს, ეს ეპატაჟი უკვე აღარ არის დანაშაული. კულტურის ენით, ლიტერატურის ენით, ხელოვნების სხვადასხვა დარგების ენით ნებისმიერი ეპატაჟი ჩემთვის ბრჭყალებში ვთქვათ მოსული პონტია. ძალიან ძნელია რომ ვიღაც გააკრიტიკო იმისთვის რომ მან მიმართა ეპატაჟს, რადგან გამختار იყო პოპულარული, რომ ჩვენ არასდროს არ უნდა დაგვაუწყოს რომ ლიტერატურული და ხელოვნების ნიმუში არ არის მხოლოდ რაღაც საგანი, რომელმაც შეიძლება შენ შინაგანად გაგზარდოს, შენში რაღაც გარდატეხა მოახდინოს, თაობებს რაღაცა ასწავლოს, არამედ ის არის ასევე ბიზნესი, ადამიანები ამით შოურობენ ფულს, მდიდრდებიან კიდეც და რა თქმა უნდა ვიღაც შეეცდება იმისათვის რომ მიშოვოს ფული და გახდეს პოპულარული, რაც ხშირად არის ერთმანეთის ეკუანტი. ამ გზას მიმართოს ეპატაჟს და ეს აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი არის, იმიტომ რომ ეს არის რეალობა, სადაც ფული, წარმატება, პოპულარობა არის ფასეულობა ერთგვარი. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანი მიდრეკილია თვითგამოხატვისკენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას მიაჩნია, რომ რაიმე აქვს საჩვენებელი. ეპატაჟურად გამოხატვის ხერხი კი მთლიანად აკმაყოფილებს მათგან ყურადღების მიპყრობის მოთხოვნილებას. მთავარია იყოს ყურადღება. პოზიტიური იქნება ეს თუ ნეგატიური, უკვე ნაკლებ მნიშვნელოვანია. მე არც ერთ მათგანს არ ვამტყუნებ ნამდვილად, ვინც ეპატაჟს მიმართა, ან თუნდაც უბრალოდ გაიხადა, ან ჩაიხადა, ან ძუძუები აჩვენა, ან რაღაც არ ვიცი, სადღაც მოისაქმა იმისათვის, რომ მისთვის ყურადღება მიექციათ. ჩემ მაგალითს მოვიყვანო, როცა ჩემი ავადსახსენებელი წიგნი სპეციალურად იმისთვის დაიწერა, რომ რაღაც კონკრეტული ხამაური გამოეწვია, აჟიოტაჟი გამოეწვია და რაღაც მხრივ თავის დამკვიდრების მცდელობაც იყო, რომელმაც ძალიან წარმატებით ჩაიარა და შედეგიც მოიტანა საბოლოო ჯამში. თანამედროვე სამყაროში ეპატაჟი, როგორც გამოხატვის ფორმა, გვხვდება უკლებლიw ყველა სფეროში, დაწყებული საუმხმარებლოდან ხელოვნებით დამთავრებული. მეტიც, უნდა ითქვას, რომ თუ კი არ არის ეპატაჟი, თითქოს პროდუქტს რაღაც აკლია, მოძველებულია და დროს ფეხს ვერ უწყობს. ეპატაჟი რომელიც არის თვითნაბადი და უბრალოდ ასე ვთქვათ კონცეფციის შემადგენელი ნაწილი არის, ერთნაირად მომწონს მე პირადად. ძირითადად ანუ საქართველოში ის თემებია, რაც ჩვენს ეროვნულ იდენტობასთან არის კავშირში, მაგალითად ოჯახი, დედა, რელიგია, თუ რაღაცებს არ მივაჩვიეთ საზოგადოება ყოველთვის ეპატაჟურად მოინათლება ისეთი რამ, რაც შეიძლება რეალურად დრო გავიდეს ძალიან სასაცილო იყოს. რაც არ უნდა ვთქვათ, ეპატაჟი საზოგადოებაში მაინც ძალიან მოთხოვნადი და გამოყენებულია. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად საზოგადოებაში თავის დასამკვიდრებლად დღეს ეპატაჟი უკვე მისაღები ფორმაა.
ოდესღაც ბაბუა ფროიდმა ცოცხალი არსებისთვის დამახასიათებელი ყველა ინსტინქტი ორ ძირითად ინსტინქტამდე დაიყვანა: ლიბიდო, ანუ სექსი და ლტოლვა და თანატოსი, ანუ ლტოლვა სიკვდილის, აგრესიისა და დესტრუქციისადმი. ეს ინსტინქტები საზოგადოებაში მუდმივი დათრგუნვისა და ტაბუირების ობიექტებია. ეპატაჟი კი მიმართავს და წარმოაჩენს სწორედ ამ ტაბუდადებულ ინსტინქტებს, ანუ მას აკრძალული ხილის ეფექტი აქვს.